ქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობა არის თუნდაც ცურვაზე დადიან ხოლმე ხედავ ახლაც ქალაქში რო ვარ პატარა ბავშვები ცურვაზე დადიან, ცეკვაზე დადიან, მუსიკაზე ან მე ამის შესაძლებლობები არ მქონდა სამწუხაროდ ბავშვობაში. მეც მინდოდა მაგალითად ცეკვაზე წავს ვიღავი, ცურვაზე, რა ვიცი, სხვადასხვა წრეები რო არსებობს არ ვიყავ. სამწუხაროა, მაგრამ კიდე მიხარია რომ ამ სოფელში გავიზარდე. მაინც მე ვარ თურქან შახვერდოვა, 22 წლის ვარ. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე, ანგლისის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ვარ და სწავლასთან ერთად ვმუშაობ, ჟურნალისტი ვარ მეც. ჩვენს პერიოდში სპეციალური მასწავლებლები მოდიოდნენ რა დასახმარებლად რომ ჩვენ ენა ვისწავლოთ ქართული ენა სახელმწიფო ენა და კურსებს ადარებდნენ ხოლმე სკოლის მერე და მეც დავდიოდი ჩემი მეგობრებიც დადიოდნენ და ესეც გვეხმარებოდა რაღაც მხრივ იმიტომ რომ როგორც გითხარით ქალაქში ან შორს წასვლის ისეთი შესაძლებლობები არ გქონდა. რაც იყო სოფელში, იმით ვცდილობდით, რომ რაღაცნაირად განვითარდეთ. ზოგადად სოფელში ცხოვრება უფრო რთულია, ვიდრე ქალაქში. ეს მგონი ყველასთვის გასაგებია, იმიტომ რომ სოფელში რო ცხოვრობ, შეზღუდვები გაქვს. ტრანსპორტის გამო ან რა ვიცი ისეთი სიტუაცია არსებობს რომ შორს ხარ რა ცენტრიდან ასე ვთქვათ და ზოგადად გოგოებისთვის როგორც ვიცით უფრო რთულია ვიდრე ბიჭებისთვის იმიტომ რომ მშობლებსაც ეშინიათ რომ რამე რო არ მოხდეს რომ გადიხარ სახლიდან ეშინიათ შორს არ წახვიდეთ რა ვიცი ბიჭები უფრო თავისუფლები არიან ვიდრე გოგოები. მე რო ბავშვი ვიყავი, ყოველთვის ამაზე ვოცნებობდი, რომ ყოფილიყო ესეთი სათემო ცენტრი, რომ ყველა ჩართულები რო იყვნენ გოგოები, რა ვიცი, მინდოდა რომ ფილმებს ვუყუროთ დისკუსიები ჩავატაროთ ან რა ვიცი ასეთ რაღაცებზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი და სულ ვამბობდი რომ მე რო გავიზრდები აუცილებლად რაღაცას შევქმნი გოგოებისთვის რომ თუნდაც შაბათკვირა რაღაცა გავაკეთოთ ერთმანეთს გავუზიაროთ აზრები რა ვიცი შევცვალოთ რა მდგომარეობა გოგოებისთვის სამწუხაროდ არ არსებობს ასეთი ადგილი რომ გავიდნენ და ილაპარაკონ რამდენიმე დღის წინ მე ვეუბნებოდი ჩემს მშობელს ვლაპარაკობდი რომ რატო არ არსებობს ისეთი ადგილი რომ მეც გავიდე და ვილაპარაკო იმიტომ რომ ქალაქში რო ვცხოვრობ უკვე რამდენიმე წელია სულ რა ვიცი ჩართული ვარ რაღაცეებით და აქ რომ მოვდივარ უკვე აქაც მინდა რომ რამე იყოს რა განსხვავებული და ზოგადად რო გადიან აქედან ახალგაზრდები და სოფელში დაბრუნება არ სურთ იმიტომ რომ იქ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ჩართულობის რა ვიცი განვითარების და ასე შემდეგ. აი ზუსტად ეს არის ის შენობა, სადაც იკრიბებოდნენ ჩემი მშობლები, დროს ატარებდნენ, ფილმებს უყურებდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა არის საქორწილო სახლი, რესტორანი და ქორწილებს იხდიან. ეს იყო ზუსტად ისეთი ძალიან კარგი ადგილი, მაგრამ სამწუხაროდ შეცვალეს.